რატო არ გვიჩნდება კითხვა ამდენი გადაღებილი ფრესკისა, ხო? ვინ გადაღება ეს ფრესკები? კომუნისტებმა კი არ გადაღებეს ყველაფერი და კომუნისტებმა კი არ აკრძალეს ქართული წირვა-ლოცვა და კომუნისტებმა კი არ აკრძალეს ქართულად წირვა და გალობა ტაძრებში, ხო? ეს ხო რუსებმა დაიწყეს ყველაფერი. რომ მაქსიმალურად ესე იგი გამოერთმიათ ჩვენთვის საფუძველი, ანუ რაზეც არის დაშენებული. ვინ საუბრობს ქართულად დედამიწაზე? მხოლოდ ქართველები, ხო? მხოლოდ აი ეს 3 მილიონი კაცი საუბრობს ქართულად და რა დაისახეს მიზნად? აი ზუსტად ის ენა უნდა წაართვა. დამწერლობა, რომელიც ასეთი მდიდარი ვართ, ასე გვიამაყებან. დღეს რითიც ჩვენ ვამაყობთ, იმ ყველაზე მთავარის გამორთმევა უნდა და ყოველთვის, ხო? ყოველთვის, ანუ ეს იქცა მათი რელიგიის და სახელმწიფოს მთავარ მიზნად.